სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმები სულ იყენებენ ისტორიას. აი ჩვენ ვიცით ეს ფრაზა, რომ აწყო თუ არ გწყალობს მომავალი შენია და ავტორიტარული რეჟიმებისთვის აწყო თუ არ გწყალობს წარსული არის შენი. ანუ წარსული და რუსეთზე არის სხვა შორის ეგეთი ცნობილი ფრაზა, რომ რუსეთი არის ქვეყანა არაპროგნოზირებადი წარსულით. რომ ნებისმიერ მომენტში წარსულში რაღაც იცვლება, იქიდან გამომდინარე თუ პოლიტიკურ რეჟიმს და ელიტას როგორ აწყობთ. შენ როდესაც რეალური პერსპექტივები გამდიდრების განვითარების არ გაქვს, როცა აწყო სტატუს კო არ გაკმაყოფილებს, ან ხალხი უკმაყოფილდება და ხედავს, რომ რაც შემოსავალი არ აქვს, ნორმალური ცხოვრების დონე არ აქვს, მაგ მომენტში პროპაგანდა სულ აქცენტს აკეთებს ისტორიაზე. რომ აი ნახე რა მაგარი ისტორია ქონდა, ოქროს ხანა ქონდა, თამარ მეფე ყავდა და ამ შემთხვევაში შენ დღეს რო ღირსეული ცხოვრება არ გაქვს, მაგას გინაცვლებს იმით, რომ აი სამაგიეროდ ნახე როგორ წინაპრები ყავს. მე მგონი რომ მაგას სხვანაირად უნდა შეხედო. მე რომ მაგარი წინაპრები მიყავს და მართლა ბევრი რამ მაქვს სამაყო ისტორიაში, მე უნდა შევეცადო რომ ეს თამასა დავაკმაყოფილო და კიდევ უფრო მეტი გავაკეთო და შევეცადო რომ ახლა გამავითარო ჩემი ქვეყანა და არა ის რომ ამ შემთხვევაში დავკმაყოფილდე რაც მცირედით და რაღაც თავი დავუხარო ვიღაცას, იმიტომ რომ ის რაღაც უბრალოდ გავს პროპაგანდისტულ ხრიკებს იყენებს.